გამარჯობა მათთვის ვინც გუშინ საღამოს არ ეცალა დაკავებული იყო მინდა შევაჯა მორახდება ლოცულაშვილის საქმეზე პირისა რომელიც გუშინ აწამეს გორში და რომლის კადრებიც ჩვენ ყველამ ვნახეთ შემზარავი კადრები ჯერ მინდა დავიწყო მადლობიდან პირველ რიგში დიდი მადლობა ორ ჟურნალისტს რომლებმაც მოახერხეს და ეს კადრები გადაიღეს მე იმედი მაქვს რომ ისინი მოხვდებიან საერთაშორისო ჯილდოებზე იმიტომ რომ ეს კადრები მართლაც უსერიოზულესი მნიშვნელობის არის ჩვენი ხალხისთვის დღევანდელ ყოფაში სწორედ ამიტომ არის რომ 60-ზე მეტი ჟურნალისტს გაუსწორდნენ 2 წლის განმავლობაში და აზიანეს ცემეს რის შედეგადაც არც დასჯილა არავინ იმიტომ რომ არ არის საჭირო რომ საზოგადოებას ენახა ასეთი კადრები. როგორ თარაშობს ჩვენ საქართველოში ძალადობა და ხალხი რომელსაც გონია რომ ყველაფრის უფლება აქვს. ეს არის ზუსტადად თარეში. რა საზიზღრობაც გუშინ ნახეთ. მეგობრებო, ეს ძალიან მძიმე კადრებია, ეს ნამდვილად არის წამების კადრები. ასევე სამართლებრივად როგორც იურისტმა ზუსტად მინდა ვთქვა რომ ის რაც ვიხილეთ ლოცულაშვილის მიმართ წამებაა არ არის მხოლოდ ცემა და ასეთად უნდა იქნას დარქმეული ჯგუფურად სასტიკად მოპყრობა მესამე საკითხი მე რო გუშინ პირველი პოლიტიკოსი ვიყავი რომელიც ჩავედი ადგილზე როგორც ყოველთვის ხალხთან და ხალხის გვერდზე იქ მაშინ ლოცულაშვილი შეყვანილი ყავდათ დაკითხვაზე მრავალ საათიან დაკითხვაზე ხალხნო სასტიკად ნაცამებია ადამიანი და ჯგუფურად ნაცემი მრავალი დაზიანებებით ეს იყო არასწორი და დამატება იმ წამებას რომელიც მის მიმართ მოხდა მაგრამ ამის შემდეგ რაც ეს აღნიშნა გადაიყვანეს კლინიკაში და მის ოჯახს უსურვებ მალე გამოჯამრთელებას უსურვებ გამძლეობას ასევე პირველ რიგში და ყველაზე მნიშვნელოვანი ხალხი რომელიც არის შემჩნეული ამ ფაქტში სასწრაფოდ უნდა დაისაჯოს სამართალი უნდა აღდგეს ჩვენ არ შეიძლება მოვითფინოთ ის თარეში ის ძალადობა ის ჩაგორა რომელიც დავინახეთ ასეთი შემთხვევები ვერ გაარჩევს თქვენი მამა დედა ოცნების წევრია თუ ვინმე სხვისი ეს ძალადობა ეს თავზე ხელაღებულობა უნდა აღკვეთოთ მე მინდა გითხრათ რომ პირადად მახსოვს მონაწილეობდი რა თქმა უნდა გირგვლიანის საქმეში და იქაც კი რამდენიმე დღეში მოუწია შინაგან საქმეთა სამინისტროს ეგრევე განცხადების გაკეთება და ბრალდებულების გადაყენება თანამდებობიდან რატომ დუმს შინაგან საქმეთა სამინისტრო პირველად პირდაპირ ვესაუბრები ხელმძღვანელობას გამობრძანდნენ მოუხადონ საზოგადოებას ბოდიში იმისთვის რაც ჩვენ ვნახეთ დასაჯონ ხალხი მე ძალიან კარგად მახსოვს ამაზე ბევრჯერ ვამბობდი მურუსიძეს როდესაც დანიშვნები მიდიოდა სასამართლოში რომ ნაცემი და ნაწამების ერგო თეთრაძე როგორ გაიყვანეს სასამართლო პროცესზე და შემდეგ რა მოუვიდა მის ჯანმრთელობას არავინ არ დაინტერესდა კაცი ნაცემი და ნაწამები იყო და მას არავინ ჯანმრთელობის დაცვა მას არავინ არ განუხორციელა და არ მიხედა და ამან მოიტანა ის რთული შედეგი. ეხლა როგორ შეიძლება რომ 20-25 წელი იგივეს უყურებდეთ? არ შეიძლება ხალხნო. არ შეიძლება ამის მოთმენა. კიდევ ერთხელ ვამბობ, ჩვენ ყველანი ვართ დაუცველი, როდესაც ადამიანი ასეთ რაღაცას აძლევს თავის უფლებას, ასეთი დაუსჯელობის შეგრძნება აქვს, მაშინ გამოდის, რომ შეიძლება ნებისმიერი ჩვენთაგანი მსგავსი საფრთხის წინაშე დავდგეთ. დაისაჯონ დამნაშავეები, ის ცხოველები, მე მინდა რომ არ ანახოთ ბავშვებს ეს კადრები, ძალიან მძიმე, მატრამვირებელი კადრები არის ეს. თუ არა და ქართული საზოგადოება აქ ვართ, ცოტა დრო გაქვთ რეალურად ორშაბათამდე, ბევრი მომზადება არ ჭირდება, კადრების სახეზეა, ხალხი იდენტიფიცირებულია, ახლა ნუსხეთ ხართ და ალაგებთ სხვადასხვა სცენარებს, იმას რა უყოთ, ამას რა უყოთ, ანას რა უყოთ, დაზარალებულს რა უყოთ, გამობრძანდით, დაელაპარაკეთ ხალხს და თქვენ ხარ რაზე გაქვთ პრეტენზია, რომ
ქვეყანა უნდა მართოთ, ერთი ინციდენტის მერე ვერ გამოსულა შინაგან საქმეთა მინისტრი და პირი ვერ გაუღია და რო კითხო თურმე ქვეყანა უნდა მართოს 4 და 5 მილიონიანი ქვეყანა უნდა მართოს ასეთ გეოპოლიტიკურ სიტუაციაში ყოფი. ეხლა ეს რა არის? ეს არის სრული უპასუხისმგებლობა. გამობრძანდნენ, აგვიხსნან რა ხდება, ბოდიში მოგვიხადონ და ეს ხალხი სასწრაფოდ დასაჯონ. არ უნდა ამას ბევრი მკითხაობა და ყავაში ყურება და იმაში რა ქვია, ცაში ყურება. მე ამ საქმეს თვალყურს ვადევნებ, სამართალი უნდა აღსრულდეს, საბოლოო ჯამში ჩვენ ამას უნდა მივაღწიოთ ახლაც მერეც, ამიტომ მე ამ საქმეს ვადევნებ ყურადღებას, მივაქცევ ყურადღებას და გთხოვთ ვიყოთ კავშირზე, შეგიძლიათ ვინცაც გამოწერილი არა გაქვთ არხი ხალხნო ვხედავ 100,000-ობით ყურება მაქვს, მაგრამ ნაწილი გამომწერები არ ახარ, გთხოვთ გამოიწერეთ, რომ ეს არის საშუალება, რომ მოგაწვინოთ ყმა. ტელევიზია მე არა მაქვს, მილიონერი მამიკო მე არ მყავს, პოლიტიკური მამა მე არ მყავს, რომ ეხლა მივიდე და ფულები დავყარო ტელევიზიებში, როგორც ბევრს, ამიტომ ეს არის ჩემი საშუალება, გამოიწერეთ, ვისაც გინდათ შეგიძლიათ ფიზიკურად ამომიდექით ხარში, ერთად წავიდეთ, ერთად ჩავიდეთ გორში, აქა ვარ, მე ამას მივიყვან ბოლომდე, სამართალი უნდა აღსრულდეს და ეს ცხოველები უნდა გავიყვანოთ სისტემიდან, ჩვენი შვილები უნდა იყვნენ დაცულები. ხო, არ შეიძლება რა მოუვიდა ავალიანს, რა მოუვიდა ნიკა კვარაცხელიას, რა მოუვიდა 1 წლის წინ დანის პოლიციაში გარდაცვლილ ბიჭს. ეს რატო ასეთი დაუცველები, ასეთ საფრთხეში რატო უნდა ვიცხოვროთ ჩვენ? რატო უნდა ვინერვიულოთ, რომ ბავშვი გავაგარეთ და მე რა მოუვა? არა, საქართველოს უნდა იყოს დაცული და ჩვენ უნდა გავაკეთოთ ამისთვის ყველაფერი. ვერავინ ვერ გააკეთებს. ხო ხედავთ, რაღაც მოხდა და დაიმალნენ ყველანი ეხლა ქუჩა და კუთხე კაბინეტ უნდა ვეძებნოთ სულხან თამაზაშვილი, კაცი მინისტრია და რო კითხოთ პოლიციას მართავს. დამალულია ვერ იპოვის, ად არის. რა არის ესა? მამხალხის იმედი უნდა გქონდეს ჩვენ? მე ისედაც ვიცოდი რომ არ გვექნება, მაგრამ ხო ფაქტია, ვინც ეს ხალხი მოიყვანეთ ხელისუფლებაში, თქვენ მოგწონთ. ხვალ რო თქვენი შვილი იყოს ქუჩაში და ეგრე რომ მოექცნენ, არც გაარკვევენ ვისი შვილია, არც გაარკვევენ ვინ არის. ასე რომ გაუსწორდნენ, იმიტომ რომ თვალში არ მოუვიდათ. თქვენ ეს მოგეწონებათ, იმ ხალხს ვეკითხები, ვინც ძალადობის წინააღმდეგ იბრძოდა 2009, 8, 10, 11, 12 წლებში. ეს მოგწონთ, რაც მიიღეთ? ახო არ მოგწონთ, დარწმუნებული ვარ, ეს საზიზღრო ცხოველები არიან, ველურები არიან ფორმებში. აი ეს არის. და ეს არის მოსაცილებელი იყოს ხალხი წესიერი, რომელიც საკუთარ თავს აკონტროლებს, პროფესიონალი, გადაუხადოთ მაღალი ხელფასი, ეს უნდა იყოს პოლიცია და არა ის რაც ვნახეთ. ჩვენ რაღაცა ამორფული, არც კაცია, არც ქართველია, როგორ შეიძლება ერთ ადამიანს ხელში არაფერი არ აქვს, დაუცველს ასე სასტიკად გაუსწორდე. და მე უკვირთ ხურავეს ქუჩაზე ბავშვები რო უსწორდებიან ერთმანეთს და ის რომ მოკლეს, ერთი ბავშვი რომ მოკლეს, რომ დაესიონ ერთმანეთს და რა ძალადობაც არის სკოლებში, მე უკვირთ. რა ძალადობაც არის ქალების მიმართ. არაფერი გასაკვირი არ არის. ხალხნო, იმიტომ რომ აქედან მოდის ეს. აქედან მოდის ეს ფორმიანი ცხოველები, რომ დაესინენ ამ კაცს, მე უკაცრავად მთელი დღე დაკითხვებზე რო ატარეს. რა დროს დაკითხვა, კამერები გააკ, აგერ ამოღებულია ყველაფერი. რა საწვალებს სასტიკად ნაცემ ადამიანს? მე უნდა გადაიყვანო საავადმყოფოში რო ვიტყვი? ამიტომ გთხოვთ, აგერა ვარ მე, ამას მივდევ ბოლომდე, თქვენ იყავით უსაფრთხოდ, ჩემო საყვარელო ხალხო დროებით.